კაი გამარჯობა. ეს რეი ბრედბერია, მე კი გიორგი ლიპარაშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე და როგორც მივხვდით, სწორედ რეი ბრედბერი უნდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ და მისი ერთ-ერთი წიგნი წარმოგიდგინოთ, ეს არის ძენი და წერის ხელოვნება, როგორ წერდა, რას წერდა და რატო წერდა. ამ წიგნში აქვს თავმოყრილი მას პატარ-პატარა ჩანაწერებით ეს თავისი თავგადასავლები. წერალი, რომელიც თავიდან ჩემმა სტუდენტმა გამოცნო 15 წლის წინ, ლალი მელიქიძემ და დღესაც მადლობას ვუხდი მას ამისთვის. პირველად 451 ფარენგეიტით წიგნი გამოცნო და წავიკითხე მარსის ქრონიკებიც, მის ერთ-ერთი ცნობილი წიგნი, ახატებიანი, იგივე ტატუებიანი კაცი და კიდევ ბევრი მოთხრობა, რომელიც ძალიან გემრიელად იკითხება. თვითონ რეი ბრედბერი ამ წიგნში ამბობს, რომ ბევრ რამეს ყვება თავის შრომაზე, მუშაობაზე, როგორ წერდა ყოველდღიურად 1000 სიტყვას და უკვე 20 წლის ასაკში 3 მილიონზე მეტი სიტყვა ქონდა დაწერილი, როგორ ოცნებობდა 12 წლიდან მწერლობაზე და როგორ შრომობდა იმისთვის, რომ წერალი გამხდარიყო, როგორ აგროვებდა სიტყვებს, ამბებს, თავგადასავლებს და როგორ ინახავდა მეხსიერებაში თავის ბავშვობას, განცდებს და როგორ უკავშირებდა წარსულს მომავალს. თვითონ როგორც ამბობს, უნივერსიტეტში არ უვლია, ამიტომ 10 წელი ბიბლიოთეკაში ვსწავლობდიო. აქვს ბევრი ლიტერატურული პრემია მოგებული და მიღებული და არის ეს წიგნიც ახლა საბას პრემიის ლაურეატი, თვითონ მიღებული აქვს პულიცერის პრემიას და კიდევ ბევრი სხვა ჯილდო. მწერლის გარდა არის და იყო შესანიშნავი პოეტიც, დრამატურგიც, პიესებს წერდა, სცენარისტიც და მოკლედ ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც აგვისტოში დაიბადა 1920 წელს და 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკმაოდ გემრიელი საკითხავი წიგნია, იმდენი ჩანიშვნა გავაკეთე, აჭრელებული აქვს გვერდები აუჭრელი ამ წიგნს, რომ ფრანკფურტ კითხვა მიყვარს და მე გადატანა ჩემს ბლოკნოტში რამდენიმე ამუნარიცაც წაგიკითხავ წიგნიდან და შემდეგ პატარა ნაწყვეტსაც. დანარჩენით შეგიძლიათ თქვენ თვითონ ისიამოვნოთ. წიგნი არის თაკო ჭილაძის არაჩვეულებრივი თარგმანით შესრულებული და ბოლოს ბრედბერის ლექსები თარგმნილი აქვს არაჩვეულებრივ პოეტს ლელა სამნიაშვილს, რომელიც თავადაც არაჩვეულებრივ ლექსებს წერს. მოდი ნახოთ რამდენიმე ნაწყვეტი და მე ამუნარიდი და მე როგორც გითხარით ერთ-ერთ თავიდან ნაწილსაც წაგიკითხავთ. აბა ნახოთ რა გავხაზე, რა მომეწონა. თავის წიგნებზე ლაპარაკობს, აქ მაგალითად ბაბუა წერას ღვინოც, ასევე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია, საბავშვო და სადიდო წიგნი. მოდი ნახოთ. კარგი, დავიწყოთ. ხო, სათაურების სიას ვაკეთებდი ერთგან ამას ამბობს და ეს წიგნი საინტერესოა მათთვის, ვინც წერს, ვინც ხატავს, ვინც შემოქმედებით არის დაკავებული ან სპორტითაც, იმიტომ რომ გონების მაგვიზარა თითქოს ეს წიგნი უამრავი აქტივობით, მოტივაციით დახუნძლული წიგნია. მაგალითად ერთგან წერს, რომ როცა ჩემს სულში ნაღვლიანი ნოემბერი დგება, აქ მეტაფორა, არაჩვეულებრივი პოეტური მეტაფორა აქვს გამოყენებული და ლექსების პატივისცემაზეც ლაპარაკობს თავის წიგნში. და თან როგორი მოთმინება ქონდა წარმოიდგინეთ, რომ 10 წლის განმავლობაში წერდა ყოველდღე 1000 სიტყვას. და მასე ერთ-ერთი დიდი გავლენა მოახდინა ერთმა ეპიზოდმა, როცა ცირკში უთხრეს ესეთ სიტყვას საუკუნოდ იცოცხლეო და მე გადაწყვიტა ბავშვმა, რომ ისე ეცოცხლა, რომ საუკუნოდ ეცოცხლა. რაღაცნაირად გაამართლა ორმაგად, თითქმის მთელი საუკუნე იცოცხლა 91 წელი და თან ისეთ მოთხრობებს წერდა, რომ ბევრ საუკუნეს გაუძლებს კიდევ მისი ნაწერები. მარსის ქრონიკები ფენტეზი ჟანრში წერდა, სამეცნიერო ფანტასტიკას წერდა და საოცარი ამბებით იყო დახუნძლული მისი ეს მოთხრობები. ერთგან ამბობს, რომ მოკლე მოთხრობები და რომანები მეძახდნენ და მეც უპასუხებდი. თავ დავიწყებით ვწერდიო და სწორედ თავ დავიწყებით წერაზე ლაპარაკობს თავის ნაწერებში, გოლიათის მხრებზეც ლაპარაკობს, რომ რა შეიძლება დაიტიოს გოლიათის მხრებმა და ერთ-ერთ
მის ჩანაწერში ძენი და წერის ხელოვნება, რომელსაც ქვია ერთ-ერთ ჩანაწერს, ხვდებით ესეთ ტექსტს. მიხვდებით, რომ სათაური შოკის მომგვრელი ეფექტის მოსახდენად შევარჩიე. განსხვავებული რეაქციები მოზღვევებული ინტერესის საწინდარი იქნებოდა. გინდა ცნობის მოყარე უქნარების მხრიდან, რომლებიც ჯერ თანაგზნობას იჩენენ და მერე გკიცხავენ. ძველი დროის მჭხიბავები დადიოდნენ სოფელ-სოფელ და დოლზე უკრავდნენ, შავფეხა ინდიელი დაჰყავდათ ხალხის გასაოცებლად და ყურადღების მისაქცევად. იმედია მაპატიებენ ძენ იმავე მიზნით, რომ გამოვიყენე ყოველ შემთხვევაში დასაწყისში. ბოლოს მიხვდებით, რომ სულაც არ ხუმრობდი, მაგრამ მოდი ნელ-ნელა სერიოზულობას მოვუხმოთ. ახლა ვინაიდან ჩემი სცენის წინ დაგიგულეთ, რომელი წითლად შეღებილი 10 ფუტის სიმაღლის ასოები დაგახვედროთ. მუშაობა? ეს პირველია. რელაქსაცია, ესეც მეორე და ამას მოყვება არ იფიქრო. კარგი, მაგრამ რა საერთო აქვს ამ სიტყვებს ძენ ბუდიზმთან, რა საერთო აქვს წერასთან, ჩემთან, მით უმეტეს თქვენთან. უპირველეს ყოვლისა, მოდი დიდხანს ვუყუროთ ამ საძაგელ სიტყვას მუშაობა. ბოლოს და ბოლოს მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ. ამ წუთიდან არ უნდა იყოთ მისი მონა, რაც უსიამოვნო სიტყვა, არამედ მისი პარტნიორი. და როგორც კი თანამოაზრედ გაიხდით, ეს სიტყვა საძაგელი აღარ მოგეჩვენებათ. რა მაგარია რა? მუშაობა გაიხადეთ პარტნიორად და არა მონა არ იქცეთ მუშაობისო და საზაგლად აღარ მოგეჩვენებათ. როგორც ხვდებით ლიპარსკევაში მე ზოგჯერ საბავშვო წიგნებს წარვადგენ, ზოგჯერ სადიდოსაც, ებრედბედერს საბავშვო წიგნიც აქვს ბაბოწვერას ღვინოში შეიძლება საბავშვო თავგადასავლებიც აღმოაჩინოთ, თავის ბავშვობაზე წერს ზუსტად იქ და რაც შეეხება მის პოეზიას, როგორც გითხარით, ლელა სამნიაშვილის თარგმანში აქ იმდენ მეტაფორას შევხვდებით და ისეთ საოცრებებს, რომ შეიძლება გადაირიოთ და ლექსები თავიდან შეგიყვარდეთ. აი მაგალითად ასეთი ცდამარ დაგღალოს, რომ მომართული იყოს სამყარო, დამარად შეგჩეს სულისკვეთებად, რომ არსებობა არის კეთება. და ბოლოს ამთავრებს თავის წიგნს სამი ლამაზი სიტყვით, ხელოვნებას მადლობა უთხრათ. ეს არის მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა რეი ბრედბერზე, როგორ შეიძლება მოკლედ ილაპარაკო ადამიანმა, იმიტომ რომ სავსეა მთელი სიგრძე სიგანით მისი შემოქმედება, საოცარი ნაზავით სიტყვებისა და ამბების. თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ, ისიამოვნოთ, გაიხსენოთ, მეც მიყვარს ხოლმე ძველ მწერლებთან მიბრუნება და ძალიან ვისიამოვნე ამ წიგნის კითხვით. თქვენც კითხვით მოგულ სიამოვნებას გისურვებთ. აბა, ბედნიერად, შემდეგ ლიპარსკევაში ვხვდებით. დროებით.